სამეგრელოში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სახელმწიფო კომპანია საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით ამჟამად მიმდინარეობს 400,000 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც 500 ჰექტარის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის სადრენაჟე მომსახურებით აღჭურვას ითვალისწინებს. პროექტის დასრულება გაზაფხულისთვის იგეგმება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ხორციელდება აბაშის მუნიციპალიტეტში ანჯელის დამშრობის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, განხორციელდება მთლიანი სადრენაჟე ქსელის რეაბილიტაცია, რომელიც შეეხება 12 კილომეტრს და დაახლოებით 500 ჰექტარი ტერიტორია გახდება გამოსადეგარი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის. სამუშაოები დასრულდება მინაშენის გაზაფხულზე, მის ღირებულება გახდა 400,000 ლარი. დაახლოებით 25 წელია სამელიორაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა. სახნავს ათესი სავარგულის 80% მოქცეულია აი ანჯელის მასივში. თითო დამშრალი არხი არის მუხი მოსავლის საწინდარი, გაიზრდება მოსავლიანობა, რაც აისახება მოსახლეობაზე.